არ მჯერა თურქეთში ვარ მანქანით. ასეთი რამე გავიგე რომ თუ 6 თვეზე ნაკლებია რაც მანქანა ყავს შეძენილი შეიძლება საზღვარზე არ გადაგიშვანო და ნახოთ რამდენად მართალია. ახლა ვარ სენაკში, ჯერ ჩავალ ბათუმში, მერე სარფში, მერე საზღვარზე და მერე თურქეთში. და იმედია გამიშვებენ და აი სარფიც გამოჩნდა. მოვედით. მათ ერთად ახლა რო არც დამინახონ ძალიან ნერვიულობ და შეიძლება არ გადამიშვან და არ ვიცი. ყველა დოკუმენტი მზად ყოფნაში მაქვს. თურქეთში პირადობით გადავდივართ ჩვეულებრივად და არ მჭირდება მეტი სხვა დოკუმენტი. არ მჯერა შემიშვეს. აიმე, გასასვლელ კართან მისული უკან გავაბრუნეს. მეგონა ვარ მიშვებენ მეთქი და გავგიჟდი და თურმე უბრალოდ შემოწმებაზე გამიშვეს რამე კონტრაბანდა ხო არ გადამაქვს. ღმერთო რამდენი ვირბინე. თურმე ქეში იყო საჭირო ფარასით არ ქონდა საზღვრებაზე გადახდა და ერთი ბანკომატი გაფუჭებული იყო. იმიტომ რომ პირადობა დამეტოვებინა რომ გარეთ გავეშვი, გამომეტანა ეს თანხა, გამოვიტანე, მერე მივედი გავაკეთე ეს დაზღვევა და მერე იყო ან გამიშვებდნენ ან არა. ბოლო ეტაპზე გავდივარ. მაგარია. მიხარია. ევროპაში წავალ ამ მანქანით. წრეში წავალ მანქანით. გამომიშვეს. საათ ხარამდენი ხანი გოგო.